მოგესალმებით უბრალოდ ჩვენ ისევ თქვენთან ვართ და ეთერშია გადაცემა ახლა ჩვენ ვართ თქვენთან ესე იგი ერთობიდან ერთსულობად ჩვენ მისი წამყვანები ბატონი გენდარიშვილი და ზანიასოც გახლავართ და ჩვენ გადაცემას უკვე კარგად იცით თქვენ ქვია მომავალი ტექნოლოგიები ბატონოგია პირველად საკითხად დაგისწროთ თქვენ ჯერ ბევრი რამე გვაქვს ჩვენ მისალოცი პირველი მოდი მილოცვით დავიწყოთ მიულოცოთ სულიად საქართველოს და ამ ცხელი ამის რომ მთელი საქართველოს გულშემატკივრებდა გუშინ და ჩვენი გადაცემა იწერება ჩემპიონთა ლიგის თამაშის მეორე დღეს, როცა ხვიჩა კვარაცხელე მეორე გახდა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი და უნდა მიულოცო პირველ რიგში ხვიჩას, მიულოცო მის ოჯახს და მიულოცო მის გულშემატკივრებს. ეს კი მთელი საქართველოა და უსურვო მხოლოდ წარმატებები. იმიტომ რომ ის სიხარულე რომელიც ჩვენ განვიცადეთ წუხელი და მე მქონდა საშუალება ორ ყველა დიდ გულშემატკივრს დავკავშირებოდი ფეხბურთის მერე ბატონ რეზომიშვილის რომელსაც არ ვიცი საკუთარი შვილი თუ ყარწყვიჩა და ბატონ რეზომს ხაშორის წელის გაზეთში დაწერა სტატია ნუ დამეტყვით ხვიჩას და საოცარი წერილია რომელიც თელმა საქართველოს აიკითხა სრულ მნიშვნელობით და იმდანაც ბედნიერი იყო და იმდანაც ბედნიერი იყო ბატონი ჯუბერ პატიაშვილსაც და ასევე დაუკავშირდი რომ ჩვენ ვიცი ბატონი ჯუბერის დამსახურება და თბილისის დინამოს წინაშე ქართული ფეხბურთის წინაშე ხო მაგრამ ცალკეულ თბილისის დინამოს წინაშე იმიტომ რომ წეროვაში სოფელს რომელსაც კუბკურიას საცხოს ბატონი ჯუბერი დღემდე არის თბილისის დინამოს ქუჩა დინამოელების ქუჩა და რამას შენგელიას ქუჩა და წარმოიდგინეთ რა დამოკიდებულება ამიტომ ორიოს გილოცავთ ჩემო ძირფასო მეგობრებო და თქვენი თამადობის სრულიად ვისაც გაუხარდა გუშინელი ჩვენი ხვიჩას გამარჯობა ყველა ქართველს გილოცავთ და პატრონია ახლა გადავართ თავარ საკითხზე რომელზეც დღეს უნდა დაგოსაუბარი ჩვენ როცა დავწერეთ ეს წიგნი რომელიც რამდენიმე ხანია დამაყ ამ გადაცემაში რომელსაც ტელეპორტაცია მითვისებდა და ამ წიგნში ჩვენ შევეხეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს სიცოცხლის გახანძლებების საშუალებას. ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ და ვთქვით რომ როგორც ბიბლიაშია 100 წლამდე, ანუ დიდი ასე ვთქვათ ბიბლიური მოღვაწის მოსეს ასაკამდე უნდა იცოცხლოს თითოეულ ადამიანმა. ასე არის უფლისდება. აი რა ასაკეთებს თქვენ პირადად და რა ასე ვთქვათ მიღწევები გაქვთ ახალი მიღწევები რომ 100 წლამდე და არც ერთი დაგლები იცოცხლოს ადამიანებს. ალბათ ერთ-ერთი უნიშნელო საკითხია ზოგადად ადამიანის კი მე არ ვიცი ადამიანი იშვიათობაა ძალიან დიდი როცა ადამიანს არ უნდა რომ დიდხანს იყოს ამ დედამიწაზე და რა იცით თეორიულად და პრაქტიკულად ეგ რეალურია აი თქვათ ის სედერას მე გამიკეთებია ფუტკრებზე მე ვქნახე რომ ეს მეთოდიკა მუშაობს ფუტკრებზე იმუშავა კი ფუტკარზე იმუშავა დედა ფუტკარი ორჯერ უფრო დიდხანს სოცხლობდა და მათრის ფუტკარი ნახეთ თქვენ ლესიჭინაში ბატონ ჯანიკოს იჭინავასთან მუშა ფუტკარიც ვინც დაიბადა ამ დედა ფუტკრის საშუალებით და ამ გვერდებისგან ისინი უფრო დიდხანს სოცხლობდნენ უფრო ძლიერები იყვნენ და უფრო დიდხანს დაფრინავდნენ აქედან გამომდინარე მეტი მოუტანიათ მერე სკაშის პროდუქტი ჰომეოპათიური წამალი თქვენ ირანებთ ამ შემთხვევაში კი ამ შემთხვევაში ჰომეოპათიურ საშუალებებს ხეზე სცენარეებზე ხედავთ იგივე პროცესებს როდესაც ჩვენ ვაძლევთ თქვათ სცენარეს ჩვენ დანამატს ის ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობს ესე დავარქვათ ფორმაშია კარგად გამოიყურება ძლიერად ვიდრე ის ვისაც თქვათ არ ვაძლევთ ეს საშუალებებს მე ამის თქმა ცოტა მიჭირს მე დარწმუნებული ვარ რომ ეგრე არის მაგრამ სულ ყველა პაციენტს მაგას ვერ მოუყვები ნებისმიერი პაციენტი რომელიც სვავს ჰომეოპათიურ საშუალებებს ამ მიმართულებით დამზადებულ წამლებს ზოგადად რაღაცა გარკვეულ დროს იგებს
ესეც ცუდად გამომივა, მაგრამ ვისაც დარჩა ერთი დღე სიცოცხლე, ორ დღეს სიცოცხლებს. ვისაც დარჩა ერთი თვე სიცოცხლე, ორ თვეს სიცოცხლებს და ესე. არის კი ისე შემთხვევები, როდესაც ძალიან რთულ ფორმებშია დაავადება, თვითონ პაციენტი ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ იქაც ვიცი, რომ რაღაცა გარკვეულ დროს მაინც ვიგებთ. სხვათა შორის მე დღეს ვარ დაპატიჟებული ციკანზე, რესტორანში პაციენტთან გვარსახელს არიტი, რომელსაც მეოთხე სტადიის კიბო აქვს და ჩვენი წამლების საშუალებით, გომეოპათიური წამლების საშუალებით ბევრად უკეთ იგრძნო თავი იმედიც დაეპალა რომ კიბო რომელ ორგანოზე აქვს ამასა ორგანოზე გვიზე დაიწყო და მეტასტაზები არის უკვე სხვა ორგანოებზეც, მაგრამ და რამდენი ხანია თქვენ პატრონგება იმპრო დაწურებთ რომ დღეს იქნება უკვე მეორე კვირა რაც დაიწყო წამლის მიღება და აი გუშინ დამირეკეს თვითონაც თავის ახლობლების სხვადასხვა ექიმები, ცნობილი ექიმები თბილისში, საქართველოში და მითხრეს რომ ამ კაცმა ციკანს ესე ვთქვათ მოიყვანს დღეს აი ამ რესტორანში და გაიგო ეს ჩაკაბული მომუნა მაგრამ ციკლის გასაგები ხო და რის მერტმა კარგად ამბობს მერტმა მოაჯამს ალბათ ახლა ვინც გვისმენს ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ჩემი ყოფილი ან დღევანდელი პაციენტია და ნამდვილად იციან რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მივიღე ძალიან საინტერესო შედეგი, რასაც ქვია სიცოცხლის ხანგრძლივობა. აქედან გამომდინარე ამ მეთოდს თვითონ კიდე დახვეწება ჭირდება, დაკვირვება ჭირდება და კი ვხედავთ რომ ჩვენ აი ამ ფუნქციას ვასრულებთ. მაგრამ მაგას მეცნიერული მიდგომა ჭირდება რომ ეს ყველაფერი შეისწავლოს უფრო ღრმად და მაშინ ეგ ხანგრძლივობა კიდე მოიმატებს და პროცენტულად მოიმატებს ის ხალხის რაოდენობა, ვისაც ჩვენ მივახცევთ აი ამ შედეგს. ეგ კანონზომიერი, ეს ბუნებრივი არის. ვიცით, მე არაპირდაოდ ვამბობ, რომ ეს მეთოდი უნდა ადამიანს არ უნდა, ეს არის ხვალინდელი დღე ადამიანობის. დღეს მედიცინა გადადის კვანტურ მედიცინაში და გომეოპათია არის კვანტური მედიცინა. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, კი შეიძლება იქ დანადგარები და რაღაც გარკვეული საშუალება შეისწავლოს, გაკეთდეს და ჩვენზე მეტ ინფორმაციას და შედეგს მისცემენ მეცნიერებას ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენც რაღაცის გაკეთება შეგვიძლია no იმ მეთოდისგან გამომდინარე, რაც მე ვაკეთებ და რა შედეგებსაც ვღებულობ. ეგ ძალიან რეალურია. მე ვიცი ერთი თქვენი პაციენტი ლეიკემიით დაავადებული, რომელსაც რამდენიმე საათში ამას ვერ ვამბობ. გაუქრეთ თქვენ ეს ლეიკემია და ყველა გაგვირებული იყო. თვითონ მისი პატრონებიც როცა ნახეს ანალიზები მანამდე და ეს ალბათ კანონზომიერია. ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვხედავთ იმ ენერგეტიკულ სიტუაციას, რა ენერგეტიკული პოტენციალი აქვს პაციენტს და აი ამ წამლის მიღების მერე როგორ იცვლება ეს პოტენციალი. მაგრამ თუ პაციენტს ზოგადად იქ ძალიან ბევრი ფიქრი ჭირდება, რა ენერგია უნდა მისცე, რა სიხშირით, რა სიძლიერით და ეთქობა იმ პაციენტს, ესე ვთქვათ, გავარტყით ზუსტად წერტილში, რომელიც ამ დროს ჭირდებოდა ორგანიზმს. თქვენ დაპირდებით თავიდან, რომ 10-30 ხარისხი და 10-50 ხარისხი ამ პერიოდში მუშაობს თქვენი წამლები. და საუბრობთ კოლაიდერზე და მოიწვევთ რომ თქვენს პირობებში გაცილებით რო ძლიერი ზოგადად შექმნით ვიდრე კოლაიდერი. იცით რა, კოლაიდერი ალბათ ბევრი და ძალიან საინტერესო ინფორმაცია დააგროვა ადამიანობისთვის,
მაგრამ მე მგონი რომ ამოდან დიდი თანხა რაც დაიხარჯა კოლაიდერზე ის არ უდრის იმ შედეგებს რაც მიიღო კოლაიდერზე ხალხია. იმიტომ რომ ხო გეუბნებით კოლაიდერი მიაღწია ესეთ ციფრს რომელსაც ქვია ჰიგსის ბოზონი ეს არის 10-18. კი არა თქვენ მიაღწიეთ 10-2 მილიონს ის მუშაობს. აი ამიხსნას ვინც კოლაიდერზე მუშაობს მეცნიერი რის საშუალებით მე ვღებულობ ზოგადად ცვლილებებს აი ამ გაზაფხულზე. უნდა გითხრა ხოლმე წერემაშროჩი ჩავატარეთ. იქ 10 რამდენი იყო? 400. 10-4. გაჩნია სიტუაცია სიცით და 2 მილიონი. კი 2 მილიონი სამწუხაროდ მე არ მაქვს საშუალება რომ სულ ის თქვა დასახელება რასაც მე ხმარობ პრაქტიკაში იყოს ესეთი გაზოვების ეს ძალიან ძვირიანი წამლებია კი ამზადებენ იყიდება კიდევაც ევროპაში ზოგიერთ ქვეყანაში მაგრამ ძალიან ძვირიანია და იმ საწყალ პაციენტს ხო ვერ ვეთქვი რომ იცი ეს დამიჯდა ზოგადად $10,000 ეს ერთი კომპონენტი და გადამიხადა ამის 20-ს კი არა ხო საუბარია წარმოიდგინეთ $3,800,000 ღირს. მე ზოგადად ვამბობ აქედან გამომდინარე ხმარობ უფრო ისეთ გაზავებებს რომელიც შედარებით იაფია და ალბათ პაციენტები მოუხილებელია ჩვენ ფასი არ შეგიძლია უკვე ალბათ ერთი 20 წელიწადი იგივე ფასი და რამდენი კიდე ისე რომ ვთქვათ ჰუმანიტარული კი ეს ამაზე შევართ ვარ საერთოდ მე მგონი ძალიან ბევრი პაციენტი იცის რომ ჩვენ ვისაც საშუალება არ აქვს უწამოთ არ ვუშვი ერთი რამე უნდა გკითხოთ ახლა მე თქვენ წოდეს მეცნიერულად მას გადაიცნო აი ფუტკარს ადამიანს როგორ უკავშირებს ერთმანეთთან ახლა აი ხო მე ვიცი კაცი იგივე ჯანიკოსი კიდევ მომფახლა რომელიც ადამიანის ფორმა ხდება ფუტკარია ზემლეში თავის ფსიქოლოგიითაც და ბევრი რაღაცებით იმდენად ის რა ხდება ფუტკრებს შორის მათ ენაც კი ესმის მაგრამ აი ჩვეულებრივი ადამიანები ხო არიან ახლა აი ჩემი არის რომ საერთოდ მაგრამ როგორ შეიძლება აი რა ასეთი მსგავსებაა მათ შორის რომ თქვენ ცდებს ატარებთ ხალხს სდით მათ ასე რომ თქვენ უბრალოდ ცურვილი გაქვთ გაძარცვით მას ცხოვრების წლების რაოდენობა 100 წლამდე და ფუტკარი აგერ რომელმაც 8 წელიწადი დაფრინავს და ემსახურება არა არიცით ალბათ ეს ძალიან ცუდი რამ ხდება ზოგადად დედამიწაზე სამწუხაროდ მე რამოსს მე მგონი ეინშტეინმა თქვა რომ ფუტკარი განადგურდება ადამიანობას იყოს ეთანგი მაგრამ როგორც მე ვიცი საქართველოში არის სხვა ქვეყნებში რა ხდება ალბათ 50-60% ფუტკარი გტარია და ეგ პროცესი გრძელდება და არ ვიცი ალბათ მომავალში რობოტებს მოიგონებენ რომელიც ფუტკრის მაგივრად იფრინავს და აი ამ პროცესს შეასრულებს ვინც მოიგონებს იმან ჭამოს იმათ გაკეთებული თაფლი რობოტებს აი ამ იმედით არიან რომ ეს სახმოვანში მოხდება მაგრამ სულ ყველაზე ცუდი და რაც არასერიოზულია იცით ზოგადად ადამიანებში აი ესეთი პროცესია როდესაც სულ ყველაფრის გადაყვანა უნდათ რაღაცა გარკვეულ მექანიკურ საშუალებებით ის თავარი იკარგება ენერგეტიკა სიცოცხლის ესე თქვა ენერგეტიკული საშუალებები სამწუხაროდ ალბათ ნაკლებად ხალხი საქმის ყურშია რომ ჩვენ ეკლესიაში დავდივართ ლოცულობთ მაგრამ არ გვესმის რის საშუალებით აი ამ მათს ვღებულობთ ეს არის აი ეს ენერგეტიკა ხო და როგორ შეიძლება მექანიკურ რკინიდან დამზადებულ ფუტკარს კონდეს იგივე ენერგეტიკული საშუალება რომ ადამიანზე და უსულო ფუტკარს მithumedes აბარა ანდა თვითონ იმ პროდუქტზე თქვა თავზე რო არ იმოქმედოს ეგ არის ადამიანის მე ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ეს არის ის ჭეშმარიტობა რაც ღმერთმა მოგცა ჩვენ ნუ ეგ კანონზომიერია ეთყობა რომ
ეს პროცესი მიმდინარეობს და ალბათ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა მიაქციოს ყურადღებას პირველი სიტუაციებს ისეთ უარყოფით რაღაცებს რაც ხდება ამ შემთხვევაში საქართველოში ჩვენ მაინც მივხედოთ ამას ვიღაცა ხომ უნდა იფიქროს რომ ჩვენ შვილები ყავს შვილიშვილები ყავს და შვილთა შვილები გვეყოლება და აუცილებლად მაგათ დაჭირდებათ იგივე ნატურალური თაფლი და სუფთა წყალი. იცით მე მოყოლილი მაქვს ალბათ რომ ისრაელში იმ წყალს რომელსაც ხმარობენ და სვავენ რომ გავსინჯეთ მე არ გამისინჯე იქ პიროვნება გასინჯა ნობელის ლაურეატმა სხვათა შორის ბიოფიზიკოსმა და 30% გაუსუფთავე წყალი. იქ შიშველი ხალებით. კი. ამ პრინციპები, მაგრამ რის თქმა მინდა აი ესეთი საშუალებები არსებობს. ეს არა მარტო მე ვფლობ რაღაცა გარკვეულ ინფორმაციას, ბევრი სხვები, უბრალოდ ამას მიხედვა ჭირდება, მაგას განვითარება ჭირდება და მაგის თუ თქვათ მივიღეთ დადებითი საბოლოო შედეგი პოპულარიზაცია ჭირდება. იცით მე მესმის რომ უყოლას დღეს საქართველოში მანქანის ყიდვა უნდა და იმიტომაც ქალაქში ვეღარ იმოძრაება. მაგრამ ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს მანქანა სულ ცალ-ცალკე ეს არის ეკოლოგიურად დამღუპველი ზოგადად ნივთი. და არ ვიცი მე მგონია რომ ის დრო მოვიდა თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთა შვილები ნორმალურები იყვნენ და პრობლემა არ შეექმნათ ჯანმრთელობის უნდა მივხედოთ აი ამ გარემოს და აი ამ პრინციპებს. მე მესმის რომ ძალიან კაია სახლები რომელიც აშენდა და ხალხი ესე ვთქვათ ხებულობს ამ ბინებს, ამ ყიდულობს არ ვიცი, მაგრამ როგორ შეიძლება ეს სახლები ისე აშენო რომ პანჯერას ვერ ხსნი მე ხო და ისე მესმის რომ ეს სახლი აუცილებელია, მაგრამ რაღაცა გარკვეული სტანდარტები, წესები ხო არსებობს. ვიღაცა ხო უნდა იფიქროს ამაზე. ვიღაცა ხო უნდა უთხრას იმ ვიღაცას პიროვნებას, რომელიც სახლს აშენებს და 10 მეტროში მეორეს აშენებს და 5 მეტროში მესამეს. და ცოტა რაღაცა გარკვეული სტანდარტები კომუნისტების დროს ცუდი იყო თუ გაიყო ეს სტანდარტები, ასრულებდნენ სტანდარტებს და აი ბევრი რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ თემაზე. იგივე ვთქვათ სოფლის მეურნეობაში. მაყოლი არ მიხიდია მეშინი. სამმა კაცმა მოეწამლა ჩემს გარშემო. და რო უყურებ შიშმას მე მესმის რომ ეს შემთხვევა არის. სულ ყველა მაყოლი ესეთი არ არის, მაგრამ ვიღაცა ხო ზედმეტი დაასხა შხამი. ერთი შეკითხვა მოხდიდი ახლა მე რა გამომწეს. ხელოვნური ინტელექტს როგორ უყურებს გიორგი ნადარაშვილს? ეს შეკითხვა არის. ეცეთ რა როგორც სულ ყველა ესე ვთქვათ ახალ მიმართულებას მაგასაც აქვს თავისი დადებითი შედეგები და პროცესები. აი ხალხი აპირებს იმაზე რომ სული სად არის, როცა ხელოვნური ინტელექტის საუბარი. იცით ეგ არის ძალიან საინტერესო თემა. თვითონ სული არის სულ ყველა ატომში. ზოგადად ეს რკინა იქნება თუ ზოგადად მცენარე იქნება სულ ყველაფერი შექმნილია ატომებისგან და გამოდის რომ აი ეს კვტარი ზოგადად რასაც ჩვენ ვამბობთ კვტარი ატომი სინამდვილეში პირობითი კვტარია. სინამდვილეში იქაც დევს რაღაცა გარკვეული სული რომელსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ხედავთ, ვერ ვიხენებთ და ვერც გამოვიხენებთ. მაგრამ ამ რკინაში, ხეში, სულ ყველაფერში. სულ ყველა ატომი იცით, როგორ ჩვენი სხეული შეიცავს მთელ სამყაროს ინფორმაციას, ისე ნებისმიერი ატომი, რომელიც არის თქვათ სხვა სადღაც პლანეტაზე, ის შეიცავს იგივე ინფორმაციას.
და გამოდის რომ იქაც სულიერი გააჩნია რას გულისხმობთ ჩვენ აი ამ სიტყვაში რას ნიშნავს სული აი ამ ხრიდან აი ამ ხელოვნურ ინტელექტს აქვს თავისი დადებითი მომენტი მაგრამ რაღაცა გარკვეულ ეტაპამდე ის თავის მისიას შეასრულებს ამის მეც ვეღარ შეასრულებს და ну ვიღაცას ალბათ არ ვიცი მეცნიერს ვისაც მოუნდება რომ გადათვირთოს ეს უკვე დანიშნული ესე თქვათ რაოდენობა აი მე დაიწყება ამ თვითონ ამ მეთოდის ну ზოგადად განადგურება ან და ის მეთოდი შეასრულებს ძალიან სულ ფუნქციას და ბოლოს სად ექნება მას თქვენი აზრით ახლა მომავალში იცით ახლა მომავალში მე ხარც ეს 10 წელიწადი დაჭირდება თუ 20 წელიწადი მეტი არ დაჭირდება იმდანაც სწრაფად მიდის ეს ყველაფერი რასაც დაჭირდება მეტი აი ამ ინტერნეტი ხელოვნური ინტელექტის განვითარება ისე ბოლო წარდელამდე მისვლას კერე მისი განადგურება დაიწყება თუ როგორ რაღაცა ეტაპზე კი გაჩერდება ჩვენთვის რამდენად საერთო ადამიანებისთვის გააჩნია რა ფუნქციას მისცემს ის ვის ხელშიც იქნება ეს საშუალება. იცით ეს იგივე არის კვანტური მექანიკა, რადგანაც კვანტური მექანიკა ზოგადად შეიცავს მაქსიმალურ ესე ვთქვათ საშუალებებს, რაც მსოფლიოში დღემდე ადამიანობა იცოდა, გააჩნია ამ კვანტური მექანიკის თვითონ საშუალებებს და მიღწევებს ვის ხელში ჩავარდება. ეს როგორ გამოიყენებს. ახლა მე ვთქვი რომ ამ კვანტური მექანიკის საშუალება შეიძლება გაუხანძროთ ესე კეთილის ხელში ვახდოთ თუ ბოროტის ხელში კი იმიტომ რომ საშუალება შეიცავს ორივე მხარეს ამიტომ ჩვენ საფრთხეს წერდით აგერ ახლა როცა ტელეპორტაციას წერთ მაშინ თავიდანვე ვამბობთ რომ აუცილებლად სულიერი მამის გარეშე არ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს ასე საერთო თამაში თუ ქრისტიანი თვალით არ შეხედა იმან. იცით, ისევ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ ჩვენს გარშემო, რაც ახლა მე ვთქვი, რომ ადამიანობა უფრო მეტად მატერიალურზე ფიქრობს, ვიდრე თქვათ სულიერზე და ეგ იწვევს აი იმ პრობლემებს, რაც ქვია თქვათ ეკოლოგია ზოგადად და რაც ქვია თქვათ დაბინძურება ბუნების. ალბათ სახელმწიფო, ალბათ არა მარტო ჩვენ, ნებისმიერი სახელმწიფო უნდა მიაქციოს ამას დიდი ყურადღება. დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ის ვინც დღეს სათავეშია სახელმწიფოს, იმასაც შვილები ყავს, შვილიშვილები და შვილთა შვილები ეყოლება და დღეს თუ არ მიხედა აი ამ ძალიან აქტუალურ პრობლემებს, ხვალ რა იქნება? რითი უნდა აჭამოს, რაც ალკე გაუკეთებს რაღაცა გარკვეულ საშუალებებს, სადაც მოიყვანს თქვათ სუფთა მარს. გასაგები. კი, მაგრამ ესეც საკმარისი არ იქნება რაღაცა ეტაპზე. იმიტომ რომ ეს არა მარტო მატერიალურია, ეს სულიერიც არის. ხო გეუბნებით ჩვენ ზოგადად შეგვიძლია სულიერით მივიღოთ მატერია, რაც კვანტურ მექანიკაში რეალობა არის და იგივე მოხდება ჩვენს გარშემო. ეს საინტერესო კია. მაინც სოციალური ახალგაზრდების მასოც და იმიტომ ჩვენ ხალხს მეგობრები რომელიც ასე ვთქვათ გარკვეული ასაკი უკვე განვლეს და 120 წელი ეს არ უნდა იყოს მე მგონი რთული თქვენი შესაუბრობთ ახლა. კიდე ერთი ძალიან სერიოზული საკითხია. თვითონ იმ პიროვნებას უნდა რომ იყოს 120 წელიწადი. რა თქმა უნდა. ზოგიერთ ბევრი საქმეები აქვს, ასაკეთებელი ბევრი მოსასწრები აქვს და აუცილებელია. ნუ ბევრს ისეც ყოველ დღე თან ჩემი მეგობრები ვინც არიან ესე იგი ახლა 80 მიღწეულები ეს არიან საოცრად სულიერი გაფურჩნის პერიოდში, ნიჭის გაფურჩნის პერიოდში. მე უსმენ მათ და მიგვიყვეს რომ მათ შეინარჩუნეს ახლა ყველაზე გაუხსნა უმრავლესობა შეინარჩუნეს ყველაფერი დღემდე ახალგაზრდებს მოყოლებული. და ძალიან მიხარია უსმენ ამას. ესეთ ხალხს ისეც 80-ზე მეტი ცნობიერება აქვს და ისეთი აქტიურები არიან და საქმეში შეჩარეულები არიან როგორც ახალგაზრდები. ხო. ესეთი
ეგ ალბათ ნუ აი ამ ხელს კი უნდა, მაგრამ ბევრს არ უნდა. ხო, ვისაც არ უნდა ხოლმე ძალადობით ვერაფერს ვერ. არა, ეგ ბუნებრივია. მაგრამ ისე ვბრუნდებით აი იმ საკითხებზე, რომ კი ჩვენ შეიძლება მივცეთ იმ პიროვნებას ზოგადად ვამბობ კვანტური მექანიკის პრინციპებით დამზადებულ რაღაცა საშუალებებს, რაც ნუ დღეს აქტუალურია, პოპულარულია და წინ მიდის, მაგრამ თუ არ მივხედეთ გარემოს, მაშინ ეს იქნება შედეგიანი, მაგრამ ბევრად ნაკლები. თუნდაც რაც ჩვენ მოხდა ჩვენ სინამდვილეში აკაკის სახლ-მუზეუმში, ხეები მოსყიდულებაში აკაკის დარგული ხეები და ეს პრინციპი იყო. ახალი პორცია გავა. ვიცი ჩვენ თქვის ენერგაციმაშ ეს მაგრამ იგივე პრინციპია, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ. აქ რა პრინციპია, ერთ-ერთი გადაცემაში მე კიდევაც დაფაზე ესე თქვა დავხატე და ორი სიტყვით აგისეთ, რომელიც თქვენი ჭიქა და ეს არის ზოგადად წარმოვიდგინოთ, რომ ეს ატომია, ეგ ბირთვია, ეს ელექტრონია. აი და აი ამ სურათში როგორც ნახატი არის. და ამ სივრცეში ხდება რაღაცა გარკვეული პროცესები. და აი ამ სივრცეში გროვდება ეს უარყოფითი ენერგია, რომელიც არის ბირთვი ელექტრონი, ხო და ალგების შუაში კი ბატონო. რომელიც არის დაავადება, სიმბერე, სიკვდილი. ეს ხდება აი ამ პროცესის დროს ეს უახლოვდება ამას. და ეს ხდება სულ ყველა ატომში. ნებისმიერ და სხვადასხვა ესე ვთქვათ სიჩქარე. იმიტომ რომ იგივე რკინა ხო ზოგადად რაც ჩვენ ვუყურებთ ხო ის საუკუნეები გადის და რკინაც ვთქვათ იშლება. უფრო ნელად მიდის ეს პროცესი და რაღაც ეს პროცესია. და როდესაც რკინას გებულობ ვთქვათ ეს დამასკური სამასკერსთან ხო იმას ცოტა სხვა პროცესია და ეს პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს. ეს ადამიანს შეუძლია უკარნახოს იმ რაღაცა გარკვეულ ობიექტს, რა პროცესი, რა სიჩქარით უნდა მიმდინარეობდეს. აი ამ ატომის დონეზე. იგივე არის ცოცხალი უჯრედი. თუ ჩვენ აი აქედან გავიტანეთ უარყოფითი ეს ენერგია, ეს ცდები რაც მივაკეთებ. თქვენ ეს კაი მაგალითი მოხდათ, რომ ადამიანზე კაქტუსს ურთიერთობა. რომ ადამიანები ვერაფერ რომ მიაღწია კაქტუსთან, მე დარჩა და ეუბნებოდა წლების განმავლობაში, რომ არ გაიზარდო ეკლიანი. და არ გაიზარდო ეკლიანი კაქტუსი. და თქვენ მაშინ მზარეთ, რომ ეს შეიძლება ხუში გარეთ ხო კაქტუსი რამდენიმე 1000 კილომეტრს მოშორებით და იგივე პროცესი იქნებოდა. ეგ არის უბრალოდ ტექნიკური ცოდნა ხო რომ გამოიყენო ეს დავა. დადებითად თუ არ ყოფილიყო. ეცეთ უამრავი შემთხვევა არის ერთ დღეში პიროვნებას კიბოც გაუვარა. თლიანად რაც ჰქონდა მეოთხე სტადიის ფართის მეტასტაზებით. რაღაცა გარკვეული შეასრულა ზოგადად ფუნქცია და ეს ფუნქცია გამოიწვია ატომის დონეზე აი ამ ენერგეტიკის მოშორება და სიმსივნური უჯრედები ეგრევე განადგურდა. აი ეს არის ის მეცნიერება, აი ეს საშუალება, რაც ჩვენ თქვით ადამიანის სიცოცხლის გაგრძელება. აი მთავარია, აი ეგ პრინციპები შეისწავლოს ბევრად უფრო ხმად. ხო, რაც მე ვამბობ უკვე რამდენიმე ათეული წელიწადი, რომ ამას სჭირდება ამის გამოყენება თქვენ სანაცვლოდ შეიძლება სამხედრო მრეწველობაშიც. რა ჩვენი ქვეყნის მიზანი მისწრება არის. ჩვენ მატარა ქვეყნისაც რომელიც ვერ ჩაბების გარემოსვაში. იცით მე ახლა დიდი მცოდნე არ ვარ იმ მიღწევებს რაც სხვადასხვა ქვეყნებში აი ამ მიმართულებით თქვათ მიაღწიეს, მაგრამ აი გუშინ წინ ინტერნეტში ვნახე იაპონელებმა გამოუშვეს რაღაც გარკვეული დანადგარი, რომელიც ზოგადად ატომურ ბომბზე უფრო მეტად მოქმედი არის და საშიში არის. მაგრამ ეგ პრინციპი არის ისევ კვანტური მექანიკიდან. თქვენ ჩინელების გამომიგზავთ მე და გითხარით,
ამის შესახებ თქვენ საუბრობთ 5 წლის უკან ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში და თვითონ ეს ძალიან იოლი თქვენთვის. იცით რა მე ნახე მაგის მანეჯერს ალბათ არა მარტო მე ვიცი რაღაც საშუალებები რაც თქვა შეიძლება ეს პროცესი შეცვალოს. ალბათ სხვა ქვეყნებშიც იმავე მიმართულებით მედიან და ალბათ ჩემზე მეტიც იციან. მაგრამ თუ პრინციპი გესმის თავარია ეს ცდები და მაშინ მიაღწევ ბევრ რაღაცა ეს დავარქვათ დადებიც. ეს შეგვიძლია აგრესორის მოგერიება, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ეს ერთი ადამიანს არ შეუძლია რამდენიმე ადამიანი გაერთიანოს. მაგას როგორც მე ამის წინა ვთქვი რომ არსებობს კოლაიდერი რომელიც რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაუჯდა და მიიღეს შედეგი. მაგრამ პროპორციულად პროცენტულად რომ ნახოთ ამ ხატეს აი ეს ხარჯი რაც დაიხარჯა ამ პროცენტს არ უხის. მაგრამ აი ამ რაც ზოგადად მე დავხარჯე თანხა აი ამ სტეპში ბევრად პროცენტულად ჯობია. აი ეს არის პრინციპი. მაგრამ მე ბევრს აღარ გავაგზავნებ რამდენი გაცემას მაგრამ და წაიკითხოთ ჩვენი კათოლიკის პატრიარქის უდიდესის შემოსამეს ესე იგი 2000 ხელმძღვანელობაში მაქვს დაახლოებით 5-6 წინასწარ გადაგება და წაიკითხოთ თქვენ ზნებართ ახლა თვითმასო დეპუტატზე ჩვენ ბედნიერი ვართ იმით რომ შეგვიძლია ბევრად უფრო აღმატებული წვენი მივუტანოთ მაცხოვრს. მოგებთან შედარებით. ოქროს მაგივრად მივართვათ ჩვენი რწმენა, გუნდრუკის მაგივრად სასწრება, ხოლო გულის ნაცვლად სიყვარული. რწმენა, ცოცხალი გულწრფელი, მსატყოფი, თავგანწირვისაც და საჭირო გახდა სიკვდილისთვისაც. აი ამას ამბობდა მაშინდელი მეუღლე და დღეს ჩვენი უწმინდესწავლე წრესი შიომესანი. და როცა თელი სოფლიო ასე ვთქვათ ზეიმობდა თელი სოფლიო ხარობდა და ერთგვარად დაჩიტოდა დამარცხებულებს იდგა კაცი ისევ ბრუნდებით საერთოდ გაცემა მუხლებზე დამხობილი და ლოცულობდა პენჯოს უფასწრებოდა დღევანდელი გამარჯვების თქონდა ეს კაცი გახდა ხუჭა კვარაცხელია აი ამ პრინციპებზე რელიგიურ პრინციპებზე, ქრისტიანულ პრინციპებზე აღზრდილი ახალგაზრდა, შესანიშნავი ქართველი ვაჟკაცი. და კიდევ ერთხელ გილოცავ თითოეულ თქვენთანაც, კიდევ ერთხელ გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას და ამასთან დღეს წყინვალე დღეა 12 პროფესორად დღევანდელი დღე. ახლა სულწმენობა გილოცავს ჩვენი საქართველოს პატრიარქი, ის სამწუხაროდ წასული პატრიარქი ხო გენიალური იყო, მაგრამ მე მგონი ესეც ძალიან დიდი პიროვნება. სულწმენობას გილოცავთ მეგობრებო და ამით დავამთავრებთ ჩვენ დროინდელი გადაცემას, რომელიც მიყავდა პატრიარქ გიან ანდრეაშვილის სანეფსესთან ერთად და ეს გადაცემა ეკუთვნის ყველა გადაცემაში გავახსენოთ პატრიარქ მიხეილ ანგულაძეს მისი მოფიქრებლის გადაცემა თავის სათაურიან ფორმატიანა და ასაც მიმულოცავთ დღევანდელ დღეს და მასთან ერთად ის ფაქტორი ბატონი მიხეილ ანგულაძე მაზლებს მე საშუალებას ვარ თემებზე ვილაპარაკო დიდი მადლობა. კარგად ბრძანებოდ ჩხავეთ.